Ladies and gentlemen, IFC presents the co-main event of the evening. 3 rounds in the IFC middleweight contest. And first, welcome to the rage from Greece, Konstantin Popov! Konstantin Popov, ასე ხმულაც გასართულებს სიმაღლე. Სკოტაშევის კარბონიშმა შოუს გაგა. face to face, ეს კამი გამოიყენა და მე შენზე მაგალია. Ხამათ მივუწევთ მეშვიდე გამარჯვება კარიერაში და დავეულოთ ახლა უკვე ქართველიშვილის ბრძოლას კონსტანტინ პოპას წინააღმდეგ ბენზენი კონსტანტინ პოპა ქართველიშვილი რომელსაც აქვს რეკორდი 3 მოგება არც ერთი მარცხი და წარმატება უსურვოთ გიოს ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება ნახოთ რა გამოუვა მას And now, welcome to the rage, his opponent from Georgia, Georgi Kartvelishvili. მის კუთხეში ვხედავთ დღეს ლევან მაყაშვილს, პირველი UFC-ის ქართველ მებრძოლს, UFC-ში იყო ნამდვილად ლევანი ქართული კომბატ სპორტისთვის ნამდვილად ლეგენდარული პიროვნება და ლეგენდარული ადამიანია. პირველი მაშინ იმ დროისთვის UFC-ში მოხვედა ძალიან რთული იყო ქართველებისთვის მით უმეტეს, მაგრამ ლევან მაყაშვილმა ეს შეძლო და დღეს გიორგი ქართველიშვილის კუთხეში ვერ ვხედავთ კობატ ყეშელაშვილს, რომელიც არის გრეპლინგის ევროპის ჩემპიონატზეა წასული. კობა როგორც ვიცით გიორგის თითქმის ყველა ბრძოლაზე სეკუნდანტია, მისი აღზრდილია. გრონფაის კლუბი, ესაც ახსენოთ გიორგის კლუბი. დღეს კი ის მის გვერდით არ იმყოფება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სულ და გული მას დღეს გიორგისთან აქვს აქ რინგზე. მე პირადად ვაკო ძალიან მაგარ ბრძოლას ველოდები გიორგი ქართველიშვილისგან. ისევ ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავი როგორც თვითონ თქვა გუშინ პრესკონფერენციაზე, თავისი ესე ვთქვათ 40 წამიანი მეცია მაქსიმუმი ოკი ფინიში აქვს მას დიდი ალბათობით გათვლა თუ რამე ესე ვთქვათ ფანდი არ არის თავისი მოწინააღმდეგისთვის. გიორგი ქართველიშვილი დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი აგრესიული ბრძოლის გამოიწვია. He's 22 years old, standing 189 ქართველი 84 kilograms civil. His professional record 1-1 victory. Ladies and gentlemen, representing Athens, Greece, here is Konstantin Popov! And his opponent, fighting out of the red corner. He's 26 years old, standing 175 centimeters tall, weighing at 84.4 kilograms. His professional record, 3 victories and no losses. Representing a group fight club, Tbilisi, Georgia, the undefeated Georgi Kartvelishvili.
And your referee in charge of the co-main event, Marco Brodersen. ძალიან დასაფასებელია. დასაფასებელია. You both know the rules. Listen to my command. Protect yourself at all times. Make it a good match. პოპას საქციელია სულ მისთვის მეორე ბრძოლა და უკვე გიორგ ქართველიშვილთან აქვს მას ბრძოლა აღებული. მე პირადად ჩემთვის რაც არ უნდა შემოეთავაზებინათ. არ დავთანხმდებოდი ნამდვილად გიორგ ქართველიშვილთან ჩხუბს. Judge, step back. აბა ნახოთ ქართველიშვილი ეცერა. ხახოს წინა ჩხუბზე მონასტერში ხელს არ შველი. იმდენად ექსტრაში შესული იყო უკვე. აი დაიწყო ხა პირველი რაუნდი და ვნახოთ. აბა ვნახოთ ყველაფერს ერთად. ცაცია დგომში დგას ხა ბერძენი მებრძოლი. ვნახოთ 40 წამიან ასე ვთქვათ მოგებების სერიებს თუ გააგზავნებს გიორგ ქართველი. რა კარგი ოვერჰენდი ძალიან მშვიდად. კარგად მოაკა პოპომაც მშვიდად მიიღო ეს დარტყმა. მშვიდად მიიღო, მაგრამ არ მგონია მეორე და მესამე დარტყმები მიიღო მშვიდად. და გიორგი ქართველი პოპაც მაგრამ არა ჭიდაობა ნამდვილად არის გიორგი ქართველიშვილის სტიქია. ნამდვილად გიორგი ქართველიშვილის სტიქია ჭიდაობა. ძალიან ცდება. ძალიან ისევ მახტობელა. შეუძლია რატომაც არა გამოუცა მაგრამ ისევ საიკონტროლში გადავიდა ხა გიორგი ქართველიშვილი ძალიან ახლოსა ფინიშთან და აღებულია თელი დარბაზი პერსია გიორგი ქართველიშვილი UFC 18-დან UFC 19-ზე ისევ ფინიშით გუბრუნდება ისევ დაუმარცხებელი აბარა 4-0-ზე რეკორდი ბრავო გიორგი ქართველიშვილი 4-0-ზე გიორგი ქართველიშვილი ისევ დაუმარცხებელი მებრძოლად რჩება IFC-ის რინგზე. აი, რასაც თვითონ ამბობდა, ეს საბოლოოდ ესეც მოხდა. ცოტათი გაუფუჭდა აი სტატისტიკა რა. ნუ ცოტათი, არა. ცოტა გაიწევა ბრძოლა, ასე რომ ვთქვათ, წუთზე მეტი აქამდე ქართველიშვილს არასდროს დაჭერებია და ალექსანდრე პოპა ეხა რაღაც ესე ვთქვათ, თითით რაღაცას აჩვენებდა გიორგი ქართველიშვილს, მაგრამ ამ გონია რევანში ესე ვთქვათ, მიღებული და სწორი იყოს, იმიტომ რომ რა მიიღოს რევანში ამ ბრძოლთან. არ ვიცი, ჯერ ნახოთ ქართველიშვილს მოусმინოთ რაღაცას ყვირდებოდა ის რომ მე ბრძოლის შემდეგაც უთხოვი ჩემს საქმეს ცოტა ენა მიყილა UFC წამობს და Ladies and gentlemen, your referee judge Marco Brodersen stopped this contest at 1 minute and 8 seconds of the very first round. Your winner by submission victory due to choke, Georgi Kartelishvili, Georgia! აი რატომ არ უშვებდი ვაკო არასდროს გიორგი ქართველიშვილს ამასთან ვიდეოზე შესვლა ნამდვილად საშიში ამბავია ნუ ეხა სხვა გზა აღარ დაჩენია ხო ნუ აი წეგან რასაც ვამბობდი მართალია სულ 4 ჯგუფი აქვს გიორგი ქართველიშვილს ჩატარებული მაგრამ მას აქვს 100%-იანი ესე რომ ვთქვათ ფინიშის მაჩვენებელი და აქვს ყველაფერი იმისთვის რომ ნუ ეხა წეგან ენა მიყილა და წამოვა მოგესალმები ჩემო გასულებო თქვენ გენაცვალეთ აი ამიტომ მიხარია საქართველოში ბრძოლა რომ ესე შეკრულებს და ერთიანობას ხედა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს გოჩას მოიანს მიშა მესხს მერის ეს ხალხი ისეთ რაღაცას აკეთებს რაც წარმოუდგენელია ქართული სპორტისთვის ცოტა ბევრ მადლობას ვიტყვი დღეს ჩემ გვერდზე არიან ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ვინც დრო გამონახა მადლობა პირველ რიგში ჩემ ოჯახის წევრებს თქვენ გენაცვალეთ ჩემთან არის ჩვენი ძმა ყველასთვის ცნობილი ვარლამ ლიპარტელიანი ეს ადამიანი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა პირდადად მე და მასაც ერთგვარი ბრძოლა აქვს და ლიპო ჩემი წყალი გადმოგსხმოდეს ძმაო დავაგვირგინებთ აუცილებლად გენაცვალეთ მადლობა ყველას ქეთის ჩარკვიანს უღმესი მადლობა კახას ყველას პატიკო ყველას ბიჭებო კერე მადლობა
გენაცვალეთ, მიყვარხართ სულ ყველა. ეხლა მთავარი. აქედან მინდა მიმართო გოჩას მოიარს. გოჩა, დარბაზთან ერთად კითხავ. ვინც ახურებ ქამარს? გოჩას მოიანი ავიდა რინგზე და ამ კითხვას პირადად გასცემს პასუხს. მოусმინეთ ორგანიზაციის პრეზიდენტს. Შემიძლია დავაანონსო, რომ 7 დეკემბერს გიორგი ქართველიშვილი იბრძოლებს ქამარზე. ძალიან კარგი ამბავი ექსკლუზიურად პირდაპირ ეთერში მოისმინეთ თქვენს და ერთი ინფორმაცია. ახალი ამბავი. ხამად გუნაევიც იბრძოლებს ქამარზე. შვენიერი ორი ქართველი 7 დეკემბერს IFC 20-ზე იბრძოლებენ ქამარზე. საქართველოს გაუმან! მიყვარხართ თქვენ გენაცვალეს უყურე. გიორგი ქართველიშვილი. ლოცავ გიორგის ნამდვილად ამ ძალიან დიდ გამარჯვებას წინა საქამრე ორთაბრძოლა იყო. მოიგო ეს ორთაბრძოლა გიორგიმ და როგორც უკვე გავიგეთ გოჩას მოიანისგან 7 დეკემბერს IFC 20-ზე ორი ქართველი მებრძოლი ხამად გუნაევი და გიორგი ქართველიშვილი შეეცდებიან მოიპოვონ IFC-ს ქამარი.